ეხლა მოვედი სახლში. Просто ძალიან დავიღალე ქალაქში მთელი დღე. ანუ ამდენით რომ წავედით ადრე მაგის მე ეხლა შემოვიდგი სახლში ისე მშია ჭკუაზე არ ვარ ეს სახალხო საყიდლები ერთ წელს ბოლოს მომიღებს მე. არ ვიცი ვინმე თუ იყავით კვეთასულები სახალხო საყიდლებზე დამიწეთ კომენტარებში. ჩვენ ვიყავით და მანთან ამ დროს ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხია. თან მაინც ყველაფერი ვერ ვიყიდეთ. როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე და მე კიდე გავალობები ამ მაღაზიებში ან შეიძლება მეც გავყვე არ ვიცი. კიდე აი არ მეყვარს ეს პერიოდში კერძოგადად ბაზარში შესვლა, იმიტომ რომ ნუ აურზაური ბევრი ხალხი და კიდე გქონდა ინციდენტი. რა მოკლედ ყველივერი პოვად ახლა ზუსტად ყველაზე ვაპირებდი მოყოლას ინციდენტი გქონდა. ყოს უყიდულობდით ანუ ხო ათვალიერებ ყოველს სერა მიყიდეს ბებიან ჩემი და გასინჯა ერთ ადგილას და ნუ არ მეწონა რაღაც არ ვიცი გემო არ იყო კარგი თუ ყველი არ იყო რაღაცა კარგი და ანუ იქით ვნახავ უთხრა არ მომწონს ეს ყველია და ნუ ქალმა ჩხუბი დაგვიწყო ანუ ძალიან უაზროდ აი ვერ ვხვდები ეგეთი ადამიანები საერთოდ რატო არსებობენ და რა იყო ახლა ამ ქალმა ძალიან უაზროდ დაგვიწყო ჩხუბი არ იყო ანუ ლანძღვა დაგვიწყო რასაც ქვია და ბებია ჩემი ზოგადად ეგეთ რამებში თავს არ იკავებს ხოლმე დღეს რატო როგორ შეიკავა თავი არ ვიცი ანუ არ ვიცი რატო უნდა და ჩხუბი ძალიან უაზრობაზე იყო ანუ არ მოგწონდა და ნუ არ ვიყიდეთ იქ და იქით ვიყიდეთ რა სხვა ადგილას მაგასთან არა და ანუ ალბათ ყოველს ქონია და ეგეთი მომენტი ბაზარში ყოველთვის ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცები სამწუხარო და აი ძალიან თავი ძლივს ვიკავებ რომ ეგ ვიდეო არ დავდო ანუ მაგ ქალის იმიტომ რომ ღირსია და სიმართლე რომ გითხრათ ყოველს გეცოდინებათ ვინც ზუგდიდში ხართ ეგ ქალი ვინ არის იმიტომ რომ ზუგდიდის ბაზარში ყველა იცის განსაკუთრებით იქაც ყველები იყიდებენ მაგრამ ანუ ეგეც რო აყვე სიმართლე რომ გითხრათ მესმის რომ მაშინ ცოტა იყოს თავი უნდა გაუყადრო რაც არც ისე კარგი საქციელია მაგრამ ანუ არ მესმის ხოლმე აი ბაზარში ყოველთვის ხშირად რატო ხდება ხოლმე ეგეთი სიტუაციები და რატო არის ხალხი ესეთი აგრესიული აი არ ვიცი აი ძალიან გთხოვთ დამწერეთ კომენტარებში თქვენს თუ გქონიათ მსგავსი შემთხვევა სპარტამა გამოსაცვლელი ძალიან გახუნდა და ცოტა არ იყოს იხევა კიდე რემონტი დავიწყეთ ქვევით აი ქვედა სართულის და მაგ ვლოგსაც ვიღებ და ვფიქრობ ზეგ დავდებ მაგ ვლოგსაც ასე რომ აუცილებლად გამიწევთ ჩემი არხით უჯერე კარგა გიკეთებიათ ხა კი წავედი იმიტომ ძალიან შეთან და გამოვიცვალო და ეს ფარდებით გამოსაცვლელი უნდა ვიყიდო აუცილებლად თორე დაიფრით რასაც ქვია რომ გაიცრიცა ხოლო ჩიჩილაკები რა ვერ ხედავ გადავიდეთ ოკეი თუმცა აი მე ამ ძახს უყურე რა ლამაზია რა დამოდი ხოლმე არიცო საკითხებთან იასახავთ როგორც ყოველთვის ხა გავხსნა ნახეთ რა ხალხო საკითხებზე გამოვედი ტრადიციული ინა სახალხოეთ ზემჭრინი ფოტოები თვალებში მე ხუჭება საჭები ეგა აუ ეგ არის ყიდო აბა ეგი ტექსტაკჭირდება ხარას წავა ძალიან ბევრი ისინია კალენდარი მოგათვათ ორი და კამინდი კაია თუ ძახს უყურეთ აი თავგაყოლებაზე არის ესეთი კალენდარი და რაღაცები და გავედით ბაზარში ცნობილ ბაზარში ხადამ საუკუნე იქნება გასული მაგის ფერად ქალაქში არ ვყოფილვარ და გიცებით ბოლოს მე მგონი რომ ვიყავ მე უკვე ჯერ კიდევ ზაფხული იყო ბოლოს აქ რო ვიყავ მე ჰედე ჩამთავია არა ობა თვალიერებ მე ჭიმები არ მინდა მიშლი ორღებ შეჩენი მე ნახეთ დაფია ნელა ნუ მეჯახები ცხენი რა ღირს აი ეს ნახე ეს გლობუს ზაზუკაც უნდა თავის მასწავლებლის ის ზაზუკაც უნდა იმაში იოლკა იყო ნახე რა უმაზია ეს ნახე გვირგვინი
ხო, ეხლა ორი ცალი მეც ვიყიდე და ალო. ეხეს რამდენია? ძალიან ბევრი რამეები. მომწონს. ეს ცხენი რა ფასიანი? გუშტებით. დავიროა. იგი რა? ესა ცხენია? ჩამოსაკიდი რაღაცა, რა ვიცი. ეგი რა ღირს? ცხენებს პროსტა ის ფასები აქვს. ის თეთრი კაია. ვა. ვიცი მე ამ ჭხვინა ცხენი იყიდა. ჭხვინი რო გავი. იონკა ხომუნდა. ყოველ წელს ახალი რა ვიცი მე. ხლა არ გამოცვალე, მაგრამ რავი. ახალ წელს მაინც უნდაო და ამ წესებს ვერ გაუგემე. მაგარი კაია, ნახე. მიგა. მაგარია. ეს კაია. ეს თუ ეგი თუ ეგი. ალბათ ეს უფრო. ეგი. ხო. ეს ძალიან რა ვიცი ყვავილები და რაღაც ძალიან წითელი და ფერადია. ეს რაღაცა 2 უფრო. მეტრა და 30 სანტიმეტრი. კარგად დავზომეთვა სტოლი გამიფუჭდება. 30 უნდა არ დაგაცნო არაფერი. მანგარკეთეს აი ეს უფრო მე მგონი უკეთესია რა ვიცი. მორიცხულია ჩემგან ეს. ის ძალიან წრელი ჩანს. რა ვიცი, არავისგან არ გამიგია. ეს ნახე, ეს ნელიკო. ის არ მინდა რა? თეთრია. აი. ვალარიანებიც რო ცალკე თუ გინდა. გიყვარს. ამას ჯობია ყველგანი. ძალიან წითელია. დენი ყვის. ხო, აი ეს უფრო დამჯდარია თითქოს რავი. 30 სანტიმეტრი ჰემკრა. საფარებად ვიყიდეთ აი. ყოველ წელს დაგიჯდებათ ხოლმე ეს ყოველფერი. უბრალოდ ანძვირია და ახლა აქ საკუთრო და ბევრი ხალხი ზოგადად ყოველ წელს ძალიან ბევრი ხალხი ხოლმე. ძალიან დამხლიდია. მაგრამ მიყვარს ძალიან თაფლედი არის. განსაკუთრებით წინა საახალწლოდ. და დაინახე. პატარა. ცოცხი. ყავით ახლა უკვე საყელებზე მითხარით. ამ საინტერესოა. წავიდეთ. ჩემი საყვარელი განყოფილება და ნელა. ბებია, ყველაფერს ნოეჯახები. ნახეთ. ნახე ბებია. ნახე რა მხელა. ეს გელისო, ეგი. აი ძირი, რა ხესნეტა? 150. რამბავია. არა ძმაუჯირია. ნახეთ რამდენია. ფასიანები გაქვს 15, 20, 30, 25, 80, 130-იანიც მაქვს. ძალიან ძევით რო იყურებით. შევთაც იმდენი რამე კიდია. ცხენები არის ყველგან, მაგრამ ძვირია. წარიბებო. შეხედეთ. ძევით მინდა გადაღება, მაგრამ რაღაცას ბოლოს დავეჯახებით და რადიკულად დამთავრდება ჩემი გადაღება. მაგრამ უფრო მეტად გადაღება მაინტერესებს. აქ ვიყიდეთ სადღაც შაშან ნაძვისხე. მაგრამ ეს ნახეთ რა ლამაზია. ნახეთ? 350. ხო, ზუსტად იგივეა და ეს უფრო კაი არა და. ბებია. ყველგან ისინია, მაგრამ ნაძვისხე და დაბალი ფასი რომელია? ძვირია. აუ არა და ეს თეთრი ნახე რა ლამაზია, აი ეს. რა ძვირია. ეს ცუმაზია. ეს 20-ია. ნახე რამდენია პროსტა. კარგად მინდა გადაღება, მაგრამ თით სამძილს გამოვედი. ახო, აქ ვიყიდე ჩაშან. მე დავიბია ჩაშან წინ ნაძვის. აქ იყო ნაძვის ჩაშან რო ვიყიდეთ. ახანია. ზუსტად ეს არის. ეს ეფი. ესაა ჩვენი. იქით უფრო ეფიანია. მოვედი აქ მაგარია. პროსტა ნახეთ აქ. დენია. ნახეთ რამდენია. თოლის ბაგვა ხო გვაქვს? მე რო ვიყიდე შარშან ხო? კი მაგ. პარა. ის ლამაზე ვიყიდება აქ. აიმე. შენ ძამბეული მაგ და ხა ალბათ. ეს აღარ ვიყიდი მაგ. აუ ეს ნახე ის ირემი და ის სანტა ერთად. მაგრამ ეგი თოვლის შენ რო დადგა შენ კომპიუტერთან. რომელი ესა? აა. ეს რუანათებს რამე ეგეთი არ არის? კიდე უკვე ტკბილეულის განყოფილებები იწყება, მაგრამ დედაჩემმა იმდენი გამოაგზავნა, ეხლა რო ვიყიდო. ზრია რა აქვს, რამდენი ტკბილეულს ვინ შეჭამს? რამდენია? რა ფასიანია? ის 20-ლარიანი. სამაგარია. ეს ხო და შენ დიდა. განათებები მაქვს კი.
სათამაშოები მაქვს. შევადიაბა კანფეტების ნამცლები. სათამაშოები შემოხედია. რაღაც ისეთი არაფერი არა, რაც მე არა მაქვს და ეს ბუთები კიდე რამდენი მაქვს, რომ ეს გავყიდე. ეგი. თუ ეგი ჯობია. ეს პოპკორნი. პოპკორნი. ეგი. პატარა ძაღლს უყურე გამიერა. ხომოკლით რაღაცები ვიყიდეთ მაგაში. ეხლა საცხოვრებელში შეხვიდა ყველაზე კარგი ისე ყველა გეუბნება ბრავოს უხალწოს რაღაცა დღესასწაულებზე რომ დგას ხოლმე ეგეთი კარგი ენერგეტიკა არც ბაზარში და არც სხვა დროს არ არის ხოლმე და ყველაზე მეტად ამ დროს მიყვარს იარი ყოველთვის ისეთი თუ გამონაკლისები არის მაგრამ უმეტესად ყოველთვის დადებითია ხოლმე ამ პერიოდში ესეც უნდა იყოს ჩემი აზრით სადმე რომ შედიხარ და ამას ვყიდო ყველა გეუბნება ნაუმსუბა ხატოს და ეს წარიო ეს ხონსა აი მაგრამ ბავია გავიჭედე გავიჭედე რაღაც ვიყიდე ხუთლები რაღაც ყველა საყოველთაო არის ამდენი მშობლის განახვა მშობლის ვიყიდულობენ ხოლმე რაღაც საყოველთაო და მოვედით შიგებთან აი ჩანს კიდეც ყოველთვის ჩვენ ბე იჩირი არ მინდა მე იჩირი მინდა აი რაღაც მკითხე მაინც ჩირი რა ერთი ფოკვა ერთი რამე ეს ვიყიდე ვიყიდე ბოლგან და ვიყიდე ჩემი საყვარელი ჩირი ჩემი საყვარელი ჩირი ფურმის კალორიების ტრადიციებია მაგის გიზდები და ამ ხალხი მოყოლთვის აი ამ ჩირებს და რაღაცებს ყველაზე კარგი აქვს და ყოველთვის მას მიყავს ხომადგან უკვე კარგად ვიცით და ერთ 15 წელი და ანუ 10 რა 5 ლარი დაგვიკ ყოველთვის მიყლებს ხოლმე და ან რაღაცას ჩუქნის და ან მიყლებს ხოლმე ყოველთვის მიდივარ განსხვავებული კრესო მაზებია აი სამსაყრელი კიდევ ესეც ახალ დეკორაციებს ახლა რომ მქონდეს ამის ფული ყოველთვის ვიყიდით ძაღლების საჭმლის ფულით ილუს დამრჩა რაც ვიყიდე თავის ეს ბოლო მომენტში ვიყიდე ეს აი ჩემი ჩირი აქ რა აქ ხუთრელა მგონი კი აქ არის ხუთრელები რამდენიმე ცალი ბევრი არა ხარი ეს ხა დამშია და ეს ვიყიდე რომ შევიწვან მოვიხარშო უცებ მეტი არაფერი ეს დამაგრძელებელი ვიყიდე კიდე ნაძვისხისთვის დამჭირდება ხოთა ესეთი ორი კალენდარი ერთი ცხენის და მეორე აქ არის საეკლესიო მსავარ გაჩვენებს და გადასაფარებელი აი ამისი კიდე